ბარი PSG-ს წინააღმდეგ და ყვარას ულამაზესი გოლი. ვინისიუსის დაბრუნება, მანჩესტერ სიტის მარცხი ნორვეგიულ კლუბთან, რა ხდებოდა გუშინ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე. ეს ყველაფერი გელოდება დღევანდელ სპორტოჰოლიკის ეპიზოდში. წავედით. დღევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ნამდვილი დრამა ვიხილეთ. სპორტინგი ლისაბონში PSG-ს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა. პირველ ტაიმში გუნდები ფრთხილად თამაშობდნენ. PSG ბურთს აკონტროლებდა. პირველი გოლი ფაბიან რუისის ასისტით ზაირე ემერიმ გაიტანა, მაგრამ ვარის გადაწყვეტილებით გოლი გაუხდა სენი მაიულუს წინამდებარე ფოლის გამო. მეორე ტაიმში სიტუაცია განმეორდა. უსმან დემბელემ გოლი გაიტანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თამაშგარეში იმყოფებოდა. და აქ უკვე ერთვება ძველი ყველასთვის ცნობილი ფეხბურთის წესი: არ გაიტან, გაგიტანენ. 73 წუთზე ლუის სუარეზი გოლს იტანს და ანგარის ხსნის. ყვარა ამას უპასუხოდ არტოვებს და 78 წუთზე ულამაზეს გოლს იტანს და ანგარის სათანაბრებს. PSG ისევ თამაშია. ლუის ენრიკე დაცვას აძლიერებს და ფაბიან რუისის მაგივრად ზაბარნი შემოყავს. PSG უტევს და აპრესინგებს მოწინააღმდეგეს, მაგრამ უშედეგოდ. 99 წუთზე სპორტინგმა ცენტრში ბურთი მოიპოვა, დაიწყო შეტევა და ამ დროს 99 წუთის მიწურულს ლუის სუარესი მეორე ამ მატჩის გადამწყვეტ გოლს იტანს და სპორტინგს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მნიშვნელოვან სამქულას ჩუქნის, ხოლო PSG მარცხდება. თამაში ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. აქ ჩვენ ვიხილეთ ყვარას ულამაზესი გოლი და ქოჩორას გუნდის შესანიშნავი თამაში. გუშინდელი ღამე რეალის ფანებისთვის შესანიშნავი აღმოჩნდა. თუ რამდენიმე დღის წინ ალბასეტესთან მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ დაკარგული და ფიქრობდნენ, რომ არბელოას ხელმძღვანელობით გუნდი ვერაფერს გახდებოდა. მაგრამ გუშინდელმა მატჩმა საპირისპირო აჩვენა. ბლანკოსი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და რა თქმა უნდა, აქ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მატჩის MVP-ს, ვინისიუსის თამაში, რომელმაც ახალი მწვრთნელის დობა მოიპოვა. მადრიდელების 7 ნომერმა გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან არც მოწინააღმდეგისთვის დაიშურა ასისტი და მონაკოს კეჰრერს საკუთარ კარებში გოლი გაატანინა. ასევე არანაკლებს თამბეჭდავი იყო კილიან მბაპე, რომელმაც ყოფილ კლუბს 2 გოლი გაუტანა. მატჩი 6-1 დასრულდა თეთრების სასარგებლოდ. მათ კიდევ ერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფამდე. ნახოთ, რას მოიმოქმედებს გუნდის შემდეგ თამაშზე. გაიმყარებს ადგილს პირველ 8 კლუბში თუ დამატებით თამაშს ითამაშებს პლეი-ოფზე გასასვლელად. დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია ვნახეთ. მანჩესტერ სიტი ბოდო გლიმპთან დამარცხდა და ეს უბრალოდ წარუმატებლობა არ იყო. მოდი ვნახოთ, რატომ მოხდა ეს. პირველი პრობლემა იყო ტაქტიკური გათვლა. სიტი ჩვეულ სტილში თამაშობდა, მაღალი პრესინგი, ბურთის კონტროლი, დაცვიდან ამოსვლა, მაგრამ ბოდომ ზუსტად ეს გამოიყენა მათ წინააღმდეგ. ნორვეგიულმა გუნდმა ითამაშა ძალიან კომპაქტურად, დაბალი ბლოკი დაცვაში და ელვისებური გადასვლები კონტრშეტევაზე. სიტის დაცვის ზონა ხშირად სარიელი რჩებოდა, განსაკუთრებით ფლანგებზე. მეორე ფაქტორი ტემპი და ინტენსივობა. ბოდო გლიმპტმა პირველივე წუთებიდან მაღალი ტემპი აირჩია, ხოლო სიტის ფეხბურთელები ამ რიტმს ვერ მოერგნენ, განსაკუთრებით ხელოვნურ მოედანზე და სიცივეში. გადამწყვეტი მომენტი გახდა ცენტრის ხაზის დაშლა, როდესაც როდრი გამოეთიშა თამაშიდან. სიტი მთლიანად დაკარგა ბალანსი ცენტრში. ამის შემდეგ ბოდო გლიმპტმა სრულად აკონტროლა თამაში, აგრესიული პრესინგი, სწრაფი გადაწყვეტილებები და მაქსიმალური რეალიზაცია. საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც იშვიათად ხდება. გუნდი, რომელიც იდეალურად მოემზადა ტაქტიკურად და ფავორიტი, რომელმაც ვერ მოახერხა ადაპტაცია. ეს მატჩი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ჩემპიონთა ლიგაზე, რომ სახელები არ კმარა და თუ ტაქტიკურად ვერ კითხულობ თამაშს, ისინი აუცილებლად დაგსჯიან. დღეისთვის სულ ეს იყო და წერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაზე. თუ კი ვიდეოს ფორმატი მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.